მოგესალმებით მესტიიდან 2026 წლის 20 ივნისია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადი და 5 თვე, ანუ 17 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ინაგურაცია ჩატარდა და მან როგორც მეორეჯერ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დადო ფიცი. მოგეხსენებათ, რომ სანამ ის იქნებოდა არჩეული პრეზიდენტად მეორე ვადით, ის იძლეოდა სხვადასხვა წინასაარჩევნო დაპირებებს. ის აცხადებდა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ინაგურაციამდე დაასრულებდა ომს რუსეთსა და უკრაინას შორის. ის აცხადებდა, რომ ის აკეთებდა განცხადებებს, რომ თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები ომში არ წაიყვანონო, იმართავდა ამერიკის მოსახლეობას, მაშინ მე ამირჩიეთო პრეზიდენტადო და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, ახლა მე მინდა გელაპარაკოთ შექმნილ სიტუაციაზე, რაც ახლა სოფლიოში მიმდინარეობს სოფლიოში ვითარება და მათ გავლენებზე საქართველოსადმი და მაგრამ სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ სასაუბროდ, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ აკაუნტზე, ვისაც ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. ვინც თვალყურს ადევნებთ აქ ჩემს აქტიურობას, ხედავთ, რომ მე ვცდილობ მაქსიმალურად მიუკერძოებლად შევაფასო მოვლენები და ვცდილობ, რომ იმ სფეროებში, რა სფეროებშიც მე გამაჩნია გარკვეული ცოდნა, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, იურისპრუდენცია თუ ასე შემდეგ, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს, ვისაც აინტერესებს გავზის საკითხები და სურს, მაგრამ სათანადო დონის ცოდნა არ გააჩნია და სურს ცოდნის ამაღლებაზე მოხსენებული მიმართულებით, ვცდილობ, რომ დავეხმარო აღნიშნული მიმართულებებით ცოდნის ამაღლებაში. როგორც მოგეხსენებათ, გავიდა უკვე წელიწადი და 5 თვე. მისი დაპირებები, რომ დაამთავრებდა რუსეთ-უკრაინის ომს და თუ უნდათ, რომ ამერიკელებს, რომ მათი შვილები ომში არ წაეყვანათ, მაშინ ის უნდა ერჩიათ პრეზიდენტად და ასე შემდეგ. ახლა მე მინდა ვილაპარაკო იმ მოვლენებზე, რაც ახლა სოფლიოში ვითარდება, ზოგადი მიმოხილვა მაინც რომ გავაკეთო. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი, ანუ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება დიდი ინტენსიურობით და გრძელდება ისე, რომ საკმაოდ ძიმედ მიდის რუსეთის მდგომარეობა ამ ბრძოლაში. მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ბოლო 1-2 თვე არის, რაც უკრაინამ დაიწყო ინტენსიური შეტევები რუსეთში სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საწარმოებლად, მაგალითად ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანები, ნავთობსაცავები და ასე შემდეგ. შეტევები მოსკოვზე, აი ამის წინათ მოგეხსენებათ 2 დღის წინ მოსკოვზე განხორციელებული მასირებული შეტევა დრონებით და ზოგადად რუსეთის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ხშირად შეტევები პეტერბურგის ტერიტორიაზე, ანუ მოსკოვში, პეტერბურგში და სხვადასხვა ქალაქებში, ტუაფსეში, იაროსლავში და სხვადასხვა ქალაქებში განლაგებულ ნავთობის ობიექტებზე და სამხედრო ობიექტებზე, ანუ იმ ობიექტებზე, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საწარმოებლად. გასულ ღამეს იერიში იქნა მიტანილი უკრაინის დრონებით იერიში იქნა მიტანილი ტიუმენი, თქვენ წარმოიდგინეთ, აგერ ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუქა არის, მაგრამ საზღვრები და ეს მოჩანს და ამიტომ გაჩვენებთ ამ რუქაზე. აგერ ხედავთ, უკრაინის საზღვრიდან არის დაახლოებით 2000 კილომეტრში ტიუმენი, სადაც დარტყმები იქნა მიყენებული ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ტიუმენის ოლქი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობის მომპოვებელი რეგიონი რუსეთში. აქვე არის სურგუტი, რომელიც ცნობილი არის როგორც ნავთობის მომპოვებელი ადგილი. ასევე მოგეხსენებათ, საკმაოდ მძიმე ვითარება ირანის მიმართულებით და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანის მიმართულებით და პალესტინაში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის. ახლა მოგეხსენებათ, რომ ტრამპი ლაპარაკობს, რომ ტრამპს სურს ახლა რომ მიაღწიოს შეთანხმებას ირანთან, რომ რამენაირად მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ახლა საქმე რაში არის? ცეცხლის შეწყვეტა
ახლა ირანის მიმართულებით თითქოს და ცეცხლის შეწყვეტაზე თითქოს და ლაპარაკი არის, მაგრამ ახლა მაგალითად ახლა ბოლო ინფორმაციებს რომ გავეცანი, ირანმა გამოაცხადა რომ კვლავ კეტავს ორმუზის სრუტეს, მოგეხსენებათ ორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც სპარსეთის ყურიდან ენერგომატარებლები გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ამ ომის აწყებამდე დაახლოებით 20%, ანუ დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა ამ სრუტის გავლით. და დაახლოებით 120 მილიარდი კუბომეტრი, 20% ნავთობი, ანუ დაახლოებით 100 მილიონ ბარელს მოიპოვებს მსოფლიო დღეში ნავთობს, და ხოლო 20 მილიონი ბარელი, ანუ დაახლოებით 20% და ასევე გადიოდა მსოფლიოში მოპოვებული ბუნებრივი აირის, ანუ გაზის დაახლოებით 3%, ანუ დაახლოებით 130 მილიარდი კუბომეტრი წელიწადში, ხოლო მსოფლიო დაახლოებით 4 ტრილიონ კუბომეტრს მოიპოვებს წელიწადში. და ლაპარაკი არის, რომ ახლა ირანი აცხადებს, რომ კვლავ ჩაკეტავს ზემოხსენებულ სრუტეს, ვინაიდან ირანი აცხადებს, რომ ისრაელი არ აჩერებსო, შეტევებსო ხეზბოლაზეო, ლიბანის მიმართულებით. ხეზბოლა ირანის რეჟიმის უახლოესი მოკავშირეა, ორივე ერთად პუტინის მოკავშირეები არიან და ახლა როგორი სიტუაცია, ისრაელს ლიბანის ტერიტორიაზე დაკავებული აქვს სამხრეთის ტერიტორიაზე, სამხრეთ ლიბანში გარკვეული ტერიტორიები და ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს ისრაელის ხელისუფლებისგან, რომ გაიყვანოს იქიდან ჯარები და შეწყვიტოს ცეცხლი, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და ისრაელის ხელისუფლებას არ სურს ამის გაკეთება, რადგან თუ მაგალითად ახლა ლიბანიდან გაიყვანენ ჯარებს და ლიბანის სამხრეთიდან და ეს ტერიტორია იმიტომ დაიკავეს ისრაელის ჯარებმა, რომ ვინაიდან ხეზბოლა ახორციელებს ისრაელზე სარაკეტო თუ დრონებით შეტევებს, რომ უფრო რომ დააშორონ ხეზბოლას მებრძოლები ისრაელის საზღვრიდან, რომ შედარებით უფრო გაურთულდეს ხეზბოლას ისრაელზე იერიშის მიტანა და ახლა მაგალითად თუ გაიყვანს ისრაელი ჯარებს ლიბანიდან, ასეთ შემთხვევაში შემდეგ ისე რომ დაიძაბოს ვითარება, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს ტერიტორიები მას დაკავებული აქვს ახლა ომით და მე შეიძლება კიდევ კვლავ ომით მოუწიოს მისი დაკავება და ისრაელის საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ამის წინააღმდეგია და ასეთ შემთხვევაში თუ ამას დათანხმდება ნეთანიაჰუ, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას თვითონ ისრაელში. ახლა საქმე რაშია, ისევე როგორც ტრამპი ითხოვდა ზელენსკისგან, რომ ის დათანხმებოდა 28 პუნქტიან შეთანხმებას და რუსეთისთვის დაეთმო ის რეგიონები, რომლებიც პუტინმა რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა, მაგრამ ბოლომდე ვერ აქვს დაკავებული, ეს ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, დონეცკის ოლქი და ლუგანსკის ოლქი. ესე იგი აგერ უკეთესად ჩანს.